თუმცა დავიწყოთ ძალიან მარტივად, ანუ ნებისმიერი სექსუალური აქტივობა, იქნება ეს პირველი თუ იქნება მისი ნებისმიერი სახეობა, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ჩვენს პარტნიორთან. სექსუალური რაღაც სხვა აქტივობის სხვა სახეები, იქნება ეს ვაგინალური, იქნება ეს ორალური, ანალური თუ ასე შემდეგ, ანუ ყველაფერი ჯობია რომ განვიხილოთ, იმიტომ რომ ვიღაცთვის შეიძლება არ მოსულა რაღაც კონკრეტული სახეობა, ვიღაცას შეიძლება პრელუდია ჭირდება, კოცნა, მოფერება, ჩახუტება, ანუ სექსუალური აქტივობები ზოგადად, ნებისმიერი სექსუალური აქტივობა მოიაზრება სექსუალურ აქტივობაში, ეს შეიძლება იყოს მათ შორის მასტურბაციაც საკუთარ თავთან და მნიშვნელობა არ აქვს ეს ყველაფერი, რასახით იქნება მხოლოდ ვაგინალური სექსი არ ნიშნავს სექს ცხადია, მნიშვნელოვანია თანხმობა, მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა, მნიშვნელოვანია ლუბრიკანტის გამზადება, მნიშვნელოვანია საუბარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ამ ყველაფერში არის კომუნიკაცია და თუ თქვენ ეს ყველაფერი არ იცით, შეგიძლიათ მოხვიდეთ ჩვენთან ექიმებთან და ჩვენ ყველაფერს აგიხსნით ძალიან მარტივად. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ თანხმობა, რომელიც შეიძლება იყოს ვერბალური და არავერბალური და ნებისმიერ დროს სექსის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება ადამიანმა გადაიფიქროს რაღაც კონკრეტული სექსუალური აქტივობის ქონა და რაღაც დროის მერე ისევ კი გითხრათ და ამ შემდეგ ანუ ეს არ ტეხავს და ჩვეულებრივი მოვლენაა. ნებისმიერი სექსუალური აქტივობა თანხმობის გარეშე გვახსოვდეს რომ არის გაუპატიურება.